გამგეობის თანამშრომლების ყოველკვირეულ თათბირზე მუნიციპალიტეტის გამგებელი პირველ ჯერზე სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და მათგან გასული კვირის ანგარიში ჩაიბარა. 30 სექტემბრის თათბირს ასევე ესწრებოდა მარნეულის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი, რომელმაც ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს გარკვეული მითითებები მისცა და აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. ჩვენ გავალთ სოფლებში რწმუნებულებთან შევხვდებით 5-6 ჯგუფს ავართებთ და აქ მერე გვექნება წინასწარ დაიკავშირდებით თქვენ შეხვედრა ჩამოვლენ მომზადებული წინადადებით ეს უკეთესია რომ არ მოხდეს მერე აზრები უკვე შეთანხმებული გვექნება და ჩვენს მიერ დარიგებული არის ფორმები ჩვენი თხოვნა არის კიდე განმავლობით რომ ჩვენს მიერ მიცემული ფორმები დროზე მოგვაწოდონ რომ ჩვენ ვიმუშაოთ ერთობლივად მერე და ეს საქმე წყინვალით დამთავრდება ყველაფერი. ყველა რაიონთან შედარებით მარნეულის რაიონი წინვიდის ამ საქმიანობაში ყველაფერში შენებულობებიც კარგად ხდება სათბურის და შემოსასვლელში კიდე იცით ძალიან მნიშვნელოვანი შენებულობა მიდის 5000 ტონაზე მაცივარი კეთდება აკეთებს სოკარი ამას დაგვავალეს ჩვენ რომ შევისწავლოთ ეს ყველაფერი ორი კამერა დათმობილი ექნება 5000-დან ეს იქნება ხორცი და ხორცის პროდუქტებზე და წლის ბოლოს უკვე უნდა დამთავრდეს ეს მშენებლობა ყველაფერი. ეს ძალიან მისასალმებელია, კარგი ამბავია ძალიან. ასევე ჩვენ სასათურე მეურნეობაზეც ყურადღებას ვაქცევთ, მეცხოველობის მხრივად ყველაფერი და ყველაფერი მოიყრის სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადაზღვევო სისტემაში თავს. სოფლის რწმუნებულებს სპეციალური განცხადებით მიმართა მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკო შუკაკიძემ. მისი თქმით 10 ოქტომბრიდან ყველა სოფლის მიმართულებით მიმავალი სარწყავი წყალი ჩაიკეტება, რის შემდეგაც დაიწყება ცენტრალურ და შიდა არხებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. პატრონერა ადგილობრივი მელიორაციის სამმართველო გამართულად მუშაობს, ჩვეულებრივი რეჟიმით ვაგზელებთ ისევ და ისევ მუშაობას. გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები მაგობების თაობაზე თქვენ მოგაწვით ინფორმაციას ყოველ თვე რა უნდა გავაკეთოთ რა გვაქვს ჩაფიქრებული მომავალი წლისათვის რომ მზად ვიყოთ სარწყავი წყლის სეზონისათვის ეხლა მე ამასთან მოგწერეთ თქვენ წერილი იმის თაობაზე რომ 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაიკეტოს 1-5-6 მაგისტრალური არხი რომელზეც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და თქვენმა პასუხს ველი, იმიტომ რომ აქ სოფლის რწმუნებულები არიან, ზოგს ჭირდება ჯერ კიდევ წყალი იქ, მარტო წყლისთვის არ არის, ეს საწავის არ გამოიყენება, ზოგს სოფელია და ძროხა და ქათამი და ყველაფრისთვის არის საჭირო. ამიტომ მე მინდა რომ შევუთანხმდეთ ყველას ამ პიროვნებებს და ერთობლივად თქვათ ერთი დღე ან ორი დღე 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, რომელ დღეს შეიძლება რომ დაიკეტოს თემად არხები. გამომდინარე იქიდან რომ ის ფირმა რომელიც შემოვიდა სამუშაოდ რომ ჩაეტიოს ვადებში და ახალი სეზონისათვის ზარკეთმაში კონდეს უკვე მაგისტრალური არხი. რაც შეეხება ჩვენს სამმართველოს მიერ შემუშავებელ გეგმის მიხედვით რომ ვიმუშაოთ, მე ყველა რწმუნებულთან გავილი ამას სათითაოდ ჩავალ ადგილზე, შევხედავ, ჩავიწერ ყველაფერს და იმის დამიხედვით გავაკეთებ ყველაფერს. იქ შიდაქსელებზე ლაპარაკი, იქ ზოგან ფოლადის მილებია ჩასაყენებელი დამცავ სარეგულაციო სამუშაოებია მოსაწყობი, ფარების მონტაჟია და მე ამათ ყველაფერს დავურიგებ მე ფურცლებს, სადაც ამათ ტერიტორიაზე რომელი არხებზეც შევა სამუშაოდ ჩვენი ტექნიკა, ამათ ეწოდინებათ ყველაფერი. პირველში განიხილება ჩვენი სამმართველოს შემუშავებული გეგმა, სადაც შედის ყველა სოფლის რწმუნებულის მიერ აგროვილი ის ინფორმაცია შიდაქსელების თაობაზე. იქიდან აიღებენ პრიორიტეტულ არხებს, შიდაქსელებს და ყველა სოფელში სადაც შევა ჩვენი ტექნიკა, 4-5 მექანიზმი, ყველასთან ვიქნები უშუალო კონტაქტში რომ იცოდენ იმ ხალხმა რომ ზოგან შეიძლება ხის მოჭრა დაჭირდეს და წერის გავამზადებ თქვენ სახელზე აუცილებლად რამე პრობლემას რო შევეფეთოთ იქ რა. ამიტომ გეუბნებით რომ ხვალე განიხილავენ ჩვენს საკითხს და იმ კვირაში მე უკვე მზად მექნება ყველაფერი რომ დავიწყოთ სამუშაოები. ეს არ იქნება მარტისთვის და აპრილისთვის გადაწეული, იმიტომ რომ ჩვენ სეზონი უკვე გვეწყება თებერვლიდან ხომ, იმიტომ რომ პარნიკებიდან უკვე იწყება ის სამუშაოს ჩატარება რა. ამიტომ ყველა რწმუნებულს ვთხოვ რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და უშუალო контакт იქონიოთ ჩვენ სამუშაოს სამმართველოსთან რა. Это проблема мы уже исчерпали. Нет, проблемы еще остаются, об этом мы заранее начинаем об этом думать, ведь уже помогли им, что следующий сезон был гораздо лучше, чем это было. Чем нынешний сезон. Батону.
ჩვენ მოწოდებული ინფორმაციაში შიდა არხების გაწმენდას თუ იგეგმება თქვენ რა ძახთ მოწოდებული რა? კი, ჩვენ უშუალოდ ჩვენმა სამმართველო მაგისტრალური არხები ყველაფერი დავწერეთ, იქ სადაც ბეტონის სამუშაოებია ყველაფერი ჩავწერეთ, მაგრამ თქვენგან მოვითხოვეთ ის შიდაქსელები, იმიტომ რომ ჩვენ უფლება გქონია და პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება თურმე გამოსული, სადაც ჩვენ შეგვიძლია შიდაქსელებზე შევიდეთ და ჩვეულებრივად განახორციელოთ სამუშაოები. ასე რომ მე მყავს მაგისტრის პატარა ექსკავატორები, პირდაპირ რო იტყვიან აი ესე გადავა კვალზე და ჩვეულებრივად გაწმინდას. მაგრამ მე ვთქვი ყველას ახლა იმდენად გველაპარაკეთ თქვენ რომ იქ ახლა სახლის წინ რომ ბოგერის მონგრევა და ტრუბის გაწმენდა მაგაზე დრო არ დავყავით რა. Пусть никто не ожидает, что мы поедем туда и почистим. И еще Валико, потом Валико, мы сможем, да, селение где-то будет, каких-то местах, можем и совместную работу. Обязательно. Ну, как это, половину они сделали, что, хотя бы принимали участие, население. Когда принимают они участие, когда сами ухаживают со своим каналом, на свою территорию, тогда и дело хорошее получается, и больше ценят, и больше хранят это. Давай мы доведем сейчас, мы сейчас и сельские проекты эти для того, что это будет соучастие, вместе с народом все это сделаем. ალეკო შუკაკიძემ თათბირზე თავად რწმუნებულების კითხვებსაც უპასუხა და მათ მიერ დასმული პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის შესაძლო გზებზეც ისაუბრა. Вместе будем проблемы там всегда были. Протяжении 10 лет там всегда проблемы были. Но там была насосная станция, которая сейчас на нашем балансе опять перешла. И я об этом сообщу, чтобы до марта, до апреля эта насосная станция, там все-таки один агрегат, чтобы сделали, чтобы вашу проблему это решить. Потому что самотеком до второго селения довести воду это очень трудно. Должен проходить 8-километровый пока лотки, потом трубу, потом 500 Камлинский это село, а потом еще заходит в селение. Просто невозможно. Физически невозможно. Там будет насос, будешь включать и очень прекрасно будешь поливать. Так что вашу проблему мы будем решить на будущий год обязательно. Говорю, это проблема. Что не кнеба, тут не кнеба. Საერთო მოსახლეობის საკითხი რომ გამოვიყენოთ, ხო სწორია რა? იმიტომ რომ აი ესეთი ამათი ტერიტორია ირწყვებოდა იმირასტანის არხი, რომელიც ბონისის რაიონის სამმართველოს ბალანსია. ეს არის ბოლო წერტილი ამათი სოფელი. იყო 2 აწევის სათუმბო სადგური. იმირასტანიდან ისხმებოდა წყალი ჯერ ერთ ადგილას, მე ექნა კიდე აწვდა ზევით. ეხლა ის სისტემა მოშლილია და თუ ამათ აქვს სურვილი რომ წყალი აიღონ, დააყენონ სათუმბო სადგური დაბლა და ჩემი არხიდან ვაზიანის მაგისტრალის არხიდან შეუძლიათ წყლის აქაჩვა ზევით. ამინდის გაუარესებასთან ერთად სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაწყვეტი. შიდა ქუჩების მოხრეშვასთან დაკავშირებით ჩალვა კუპრაშვილმა საიმერლოს მოსახლეობის განცხადება გამგებელს გააცნო და აღნიშნა, რომ მოხრეშვა აღმაშენებლის ქუჩის მსგავსად სხვა ჩიხებსაც ესაჭიროება. უხვინ ალექის მოსვლის გამო სავალალო მდგომარეობაშია სოფელ ალავრის გზაც. მირზა ჟორჟოლიანი გზის მოხრეშვასთან დაკავშირებით თვითმმართველობას დახმარებას თხოვს. სოფელ საიმერლოს აღმაშენებლის ქუჩის პირველი ჩიხიდან მივიღე განცხადება მუშინ მოხრეშვას ეთხოვენ, ეხლა რო გაწვიმდა ძალიან ცუდი მდგომარეობა მე ვიყავი და მეც დავწუნდი რომ მართლაც ურამე შესაძლებლობა იქნება. ასე ჩიხების სამუშაო ჩიხებს სამუშაო აღმაშენებლის ქუჩი განცხადება შემოსულია ჩვენთან. მაგას გეუბნებით ხო განცხადება. რამდენი მეტრიანი ისაა და 100 კუბომეტრი იქნება, ალბათ დავუკავშირდი მე იმ კომპანიას, ბატონო ზაური, ვინც ასრულებს ამ მოხრეშვებს და 300 კუბომეტრზე მივიღეო წერილიო და თუ 100 კუბომეტრსაც კუბომეტრი დაშტაფაში რა. დაშტაფაში მიდის. თუ დაემატება 100 კუბომეტრი ეყოფა ალბათ და არემ ერთობლივად შევასრულებ ამ სამუშაოს. განსაკუთრებული შტლა დალავარში სკოლასთან მისასვლელი გზა არის, დიდი არაფერი არა ერთი 5-6 მანქანა რო იყოს მოსახრეში არის. ამინდების გაუარესებასთან დაკავშირებით გზა სავალალო მდგომარეობაშია. სკოლასთან მისასვლელი გზა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომდევნო სამშაბათს ტრადიციულ თათბირზე შეაჯამებენ. კიდე მოითხოვეს რაღაც
30 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციული თათბირი გაიმართა. მეორე ჯერზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილეები სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. გამგებელმა კოლეგებს ახალი სამსახურის უფროსი წარუდგინა. დღეიდან გიორგი გელაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება. მან კოლეგებს მომავალი გეგმები და თანამშრომლობის მეთოდები გააცნო. გავხდით თქვენი გუნდის წევრი. ჩვენი ძირითადი მიზანი არის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა ქვედანაყოფს, ყველა სტრუქტურას გაუწიოთ კონსულტაციები, რეკომენდაციები ერთი მიზნის მისაღწევად. საქმე გაუმარტივოთ ერთმანეთს, ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ მივიდეთ ერთი მიზნისთვის, ვაკეთოთ კეთილი საქმე, სახელმწიფო რაც შეეხება ფინანსების კუთხეს, ეფექტიანობის ანალიზი, რა რისკები შეიძლება იყოს, ყველაფერი ამასთან კანონებთან შესაბამისობაში, სრულყოფილობაში მოვაქციოთ ყველაფერი, აი ამ საკითხებში დაგეხმარებით. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა ბიუჯეტის ზრდის შესახებ მოახსენა კოლეგებს. შემოსავლების მხრიდან ძალიან კარგი მდგომარეობაში ვართ, მე რა ვფიქრობ, მარტო გეგმაში ძალიან დიდი დანაკლისი არსებობს სასოფლო და არასასოფლო მიწის გადასახადებთან დაკავშირებით, ესეც ცნობილია თქვენთვის, რომ 15 ნოემბრამდე ვადა აქვს ფიზიკური და იურიდიული პირების. აქედან გამომდინარე ველოდებით ახლა ოქტომბერში საგადასახადო სისტემასთან ყოველდღიური ხაზინის შემოსავლების ვუღებ ყოველ დღე ზრდა არსებობს. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე გამგებელმა კოლეგებს თადარიგის დაჭერა სთხოვა და ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდა. ორი თვე გვაქვს, თუ რამე არის სცენა, კონცერტისთვის, რაღაცები, რაც გვჭირდება, მოწყობა ქალაქის, თუ რაც არის, რანდა. უკვე დავიწყოთ მაგაზე გათვალისწინება. ტახი რა არის? ხო, ზათ უკვე მე არ მოგუძე შაშანდელი უცხო სასწრაფოთებით რაღაცის გადაუძებელი რაღაც. მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა ისაუბრა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს და იგეგმება რეგიონალური განვითარების პროექტები, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების, სასმელი წყლისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეგიონალური განვითარების სამინისტროს პროექტებით, როგორც წინა თათბირზე მოგახსენეთ, სამში ტარდება სოფელ შაუმიანში გადასასვლელი ხიდის, დევნილებთან მისასვლელი ხიდის ტენდერი, დავალებდებით ვინ გაიმარჯვებს იქ და როგორც ბატონო გარმა მოგახსენა, ქალაქის სანიაღრო სისტემების მოწყობა გაშვებული გვაქვს, თვითონ თავიანთ შეცდომა იყო განკარგულებაში ჩაასწორეს, ველოდებით ახლა საკრებულოს და მივიღებთ და გამოვაცხადებთ. იქ 500.000 გვიფინანსებს რეგიონული სამინისტრო, გარდა ამისა რჩება ერთი რუსთაველის ქუჩის სანიაღროს მოწყობა დაახლოებით თუ არ ვცდები 180.000 იჯდება და მაგას ჩვენ შევალთ ალბათ ადგილობრივი ბიუჯეტით. გადავალ ადგილობრივ ბიუჯეტზე, სადაც არ არის დასრულებული პროექტები, მარტო იმას განვიხილოთ მარტო ეგ. ქუჩების დაგება გვაქვს პუშკინის, წერეთლის, ტაბიძის, სამედურღუნის, თაყაიშვილის, ხალილოვის, ჯავახიშვილის ამ ქუჩებიდან გვაქვს როგორც თქვენთვის ცნობილია მარტო ჯავახიშვილის ქუჩის დაგება. იქ დაამთავრეს წყლის სარემონტო სამუშაოები. იგივე მაგათ აქვთ მოგებული მეორე ტენდერი ქუჩების, იქაც ერთი 26 მაისის ადაბე კორპუსის ქუჩები უნდა დააგონ და იგივე მდგომარეობა იქაც. აგრეთვე მიმდინარეობს როგორც იცით შულავერში 3 კორპუსი გადავხურეთ, ყოფილი მატყლის ქარხნის შენობებია. დაახლოებით 70% არის შესრულებული დღევანდელი მდგომარეობით, მუშაობენ ისინიც დღეს შევხვდით შენებელს. შეიძლება ვადებში 1-5 დღე გადაცდომა გქონდესო და წავლენ ჯარიმებზე თუ ვერ შეეტიან ვადებში. მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე გარეკანალიზაციის მოწყობა და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. ხუთშაბათს როგორც შესყიდვები გვატყობინებს გაფორმდება ხელშეკრულება. ბიბლიოთეკის მშენებლობაზე გამოცხადებულია და სამში შედგება მგონი ტენდერი. აგრეთვე სტადიონებზე გვაქვს გამოცხადებული ისიც სამში შედგება 3 ოქტომბერს ტენდერი. პრობლემატურია ისევ და ისევ შეპესელარგო წერაქვში და ხიხანში. წერაქვში დაიწყეს და ვერ აგრძელებენ, ხიხანში საერთოდ არ დაუწყიათ წყლის მილების შეცვლა არის.
ქალაქ მარნეულში ნომერ 4 საბავშვო ბაღის შენობაშიც დაახლოებით 50%-ია და ვადა აქვთ ამათ 6 რიცხვამდე. აგრეთვე ერეკლე მეორეს ქუჩაზეც გათბობას ვამონტაჟებდა. მთელი ის ინვენტარი მოიტანეს უკვე სამშენებლო და უნდა დღეს უკვე დაიწყეს მაგის გაკეთება და ერთ კვირაში მორჩებითო. აგრეთვე დაიწყო სოფ კაჩაგანში სასმელწყლის რეაბილიტაცია, დიდი პროექტი იყო ეს 560.000-იანი და 400.000-ში მოიგო ფირმამ. ჩანს რომ არის ძალიან ძლიერი ფირმა, ძალიან კარგად დაიწყეს მუშაობა. მამუკანავერიანმა სოციალურ დახმარებებსა და სპორტულ ცხოვრებაში მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში სამსახურმა გასცა 18,887 კორესპონდენცია. 14 მოქალაქეს დავეხმარეთ გამოკვლევა მკურნალობით და მედიკამენტებით 6,121 ლარით. ოპერაციის თანადაფინანსებით 6 მოქალაქეს 4,536 ლარით, მარტო ხელად ერთ მოქალაქე დედას დავეხმარეთ 200 ლარით. ერთჯერადი მატერიალური დახმარებით 5 მოქალაქეს 750 ლარით სრულ. სტუდენტების თანადაფინანსებით პროგრამას 8 სტუდენტს 4,000 ლარით, უსინათლო მოქალაქეს 200 ლარით, ერთ მოქალაქეს, ხანდაზმულ მოქალაქეს 200 ლარით, ერთი მოქალაქეა. ახალშობილის გაჩენასთან დაკავშირებით 200 ლარით დავეხმარეთ ერთ მოქალაქეს. დიახ, დევნილები, ომში დაღუპული 13 ოჯახი არის ჩვენთან რეგისტრირებული, ყოველთვიურად ვეხმარებით 100 ლარით და ეს შეადგენს 1300 ლარს. და ერთ სასურსათო პროგრამა თითოეულ 46 მოქალაქე ყავს რეგისტრირებული ამ ეტაპზე, თითოეულს ვეხმარებით 30 ლარით და ეს 1380 ლარით სულ შეადგენს, როგორც ვკითხარით, 18,887 ლარს. გაცემული კორესპონდენცია. ასევე მოგახსენებთ, რომ ამ წლის 28 სექტემბერს ქალაქ პოლონიხში ჩატარდა ქვემო ქართლის ღია პირველობა კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა რაიონის სპორტსმენებმა. 3 ჩემპიონი ყავს და 4 მეორე ადგილი. ამ წლის 27-28 სექტემბერს ქალაქ პოლონიხში ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბადადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-6 საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 98-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სადაც 2 ჩემპიონი ყავს, 3 მეორე ადგილი და 3 მესამე ადგილი. სხდომაზე ხმაური გამოიწვია გამგეებლის განცხადებამ კულტურის სახლის დირექტორისა და სოციალური სამსახურის უფროსის მისამართით. როგორც გამგებელი აღნიშნავს, კულტურის სახლის ფართის გამოყოფა ფესტივალ თურქვიზიასთან დაკავშირებით უცხო პირისგან შეიტყო და აღნიშნულზე ოფიციალური წერილი გამგეობაში ამ დრომდე არ შესულა. რა ღონისძიება ტარდება ხა ბატონ დავით კვეთუძემ კულტურის სახში შაბათს. წერილი ჩემთან არ შემოსულა, თქვენთან შემოვიდა რამე წერილი. მაგათ თქვენთან შემოვიდა რამე. აუ გადასვატარეთ, როგორ ვატარებთ. რამე წერილი შემოსულა მინახეთ. არა, ჩემთან არ გასულა. თქვენ როდის მოგვართ ბატონ დავით? მე არ უნდა ვიყო ჩვენ საფეხბურთო. ვისთან ხონდა? აბა ვისთან ხონდა? როგორ ამ ხელა ღონისძიება ტარდება რაღაც წერილი არ მოსულა, აყალიბებთ, ხალხს ეპატიჟებთ, ჟიურის აყალიბებთ, რაღაც და ეხლა მესმის შემთხვევით მონაწილეებისგან, რომ შაბათს ტარდება აქ რაღაც ღონისძიება. ეს როგორ ხდება? არა, ერთი კვირის უკან დავი ბატონო და წინათ ის თათბირზე აქ ვიყავი და ამაზე ქონდა საუბარი. მამუკა საქმის გუში ხარ? თათბირზე არ ვიყავი, ხო თათბირის შემდეგ ტელეფონი არ არსებობს. ერთი კვირის უკან მოგმართ. წერილი არ მოსულა. ჯერ უჩვენოთ თანხმობას ატყუებუნებთ. მე რა ჟიურის აყალიბებთ, როგორ აყალიბებთ, ოფიციალურად არ მოგმართავს არავის. მამუკა, მე აქცე ყურადღებად ხო რა გეუბნები მაშინ. დღევანდელ გამგეობის სხდომაზე აგრეთვე ხმაურიანად ჩაიარა ენერგოპრო ჯორჯიასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა მოქალაქეების საყვედურების საფუძველზე ენერგოპრო ჯორჯიას ადგილობრივ წარმომადგენლებს საყვედურებით მიმართეს. თუ ხართ კერძო კომპანია და ტრანსფორმატორი არ ვარ გატანო, კეთილინები და შეცვალეთ. თუ ხაღაზები არ ვარ კეთილინები და შეცვალეთ, მაგრამ ყოველი პატარა წვიმის დროს, ყოველი პატარა ქარის დროს, ყოველი პატარა ცხვრის დაცემინების დროს, თუ დენი გაგვეთიშება, ესე არ ივარგებს რა. Сейчас раньше был, когда ветер был, тогда было аварий много. А сейчас, когда дождь... Наши оппоненты сейчас вот это Facebook, потому что...
Переходим 90-й годы. Это нехороший город, и вообще ни ветра, ничего, отключается это все. Дабали забыть мне туда. რამდენიმე ზარი იყო ჩემთან, მოსულები მოქალაქეები დაეწოთ ჩემ ბატონო. საუბარშობილო ტექნიკა. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი მდგომარეობა, გუშინ აგები ყავებაში. ნარიმანოვის ქუჩა ნომერი 5 აგერანი ნომერი 5. ადამიანები მუშაობენ. გავაკეთებთ რაღაცას, გამოირთოდენი, всё, გადასაკვირია. Irakulos ყველა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარეთა საკრებულოს და ემათან შევთავაზეთ მართალი არის მაგ ამ ბოლო დროს მოხშირდა ნამდვილად ამ თვეში რა განსაკუთრებით ამ თვეში მოხშირდა ავარიული გამორთვები. ძირითადი ავარიები მოდის კერძო საკუთრების ტრანსფორმატორი კერძო საკუთრებაზე რა. ეხლა მაგალითად გუშინი გამორთვები რა იყო, ხო ორი ობიექტი, ორი კერძო ტრანსფორმატორი კონსულტაციას გადახსნილი იყო. და აი ატა ჰოლდინგი არის იმასთან გავთქმული თქვენ შეხება ხომ. მარტო მაგის კაბელი დაზიანდა თვის განმავლობაში 3-ჯერ მარტო. ამას გამოიწვია თლიან საკაბელის მარნეულის ნაწილის გამორთვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოლეგებს პრობლემატური საკითხი გააცნო, მან აღნიშნა, რომ სოფლებში და განსაკუთრებით კი დამიაგე ორახში მოსახლეობა თვითნებურად აფართოებს კერძო საკუთრებას, რის ხარჯზეც ხდება გზის პირა ზოლის შევიწროება. რა იყო 10 მეტრიანი რა. ეხლა მოსახლეობა თვითნებურად ხო ღობეებს იმაშება, გადმოხსნით და მანდ რაღაც ზონები უნდა მივიღოთ, უშუალოდ გეიდარი დაგეკონტაქტება თქვენ. და ერთჯერ იმას გამოუწევთ, ხო, მე ადგებიან და რომ იყვებით, ხო, უკვე თვითონ გადაიტანენ თავის ადგილზე დასვავენ ახლა. შეიძლება გზის ხარჯზე გადმოწიონ ეს ღობეები და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების, ვირუსებთან ბრძოლის ტენდენციისა და არსებული მდგომარეობის შესახებ გამგეობის თანამშრომლებს ტრადიციულად ეთერ ლაფერაძე ესაუბრა. დაფიქსირდა განსაკუთრებით საშიში დაავადებები და იშვიათი დაავადებები, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიონში აყოფილა. ასეთი იყო ყირიმ-კონგოს ცხელება და ასეთი იყო ლეპტოსპიროზი. მადლობა ღმერთს, რომ ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და პრაქტიკულად ჯანმრთელია და თავის ცხოვრებას განაგრძობს, მაგრამ ლეპტოსპიროზით აი ბატონმა აღნიშნა და თქვენ დაავადება მე არ ვიცოდი, იყო ეს რომელია? ლეპტოსპიროზით. ეს რომელიც ეს რა არის? ლეპტოსპიროზით დაავადდა და თქვენ კარგად მოგეხსენებათ წერილში ორსული ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა ზუსტად ეს ლეპტოსპიროზით და მას. ეხლა რადგან დაავადება არ იყო იშვიათი შემთხვევები იყო, ამიტომ ექიმებიც უფრო არ მიიჩნევდნენ ამ დაავადებას თუ კი არსებობდა, დაგვიანებულად მოხდა დიაგნოსტიკა და სავალალო შედეგით დამთავრდა როგორც ყველას მოგვიხსენებდა ეს. ამასთან დაკავშირებით ეს არის მღრღნელებით და ცხოველებით ტყიპების საშუალებით გადადის საკვებზე, საკვები თუ არ არის კარგად გარეცხილი, აი ეს დასნებოვნებული პროდუქტი ხდება კვება და გადადის ასეთი ჭაობიან წყლები, საკვებად აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ეს. აფთიაქში მივიდოდა ადამიანი და ყველანაირ ანტიბიოტიკს ისე იყიდიდა შეუზღუდავად. ამიტომ ის დანიშნული ექიმის დანიშნული შემდეგ არაფერი აღარ მოქმედებდა, იმიტომ რომ მიკრობი იყო თუ ვირუსი იყო რეზისტენტური და ორგანიზმი მიჩვეული იყო ამ ანტიბიოტიკებს ისე როგორც ახლა ჩვენ ვხვდებით წყალს ან მარილს. თუმცა საზიანოა მარილისთან დაკავშირებით, ისევე საზიანო იყო ესე. ეხლა ჩვენს რაიონში და ალბათ ყველგან და ასე იყო, ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული იურიდიული პირი და ფიზიკური პირები ექიმებისა დაანაწილა და მონიტორინგა გამოგვაცხადა რაიონში სულ არის 4 მონიტორი, სოციალური საქმე თვითონ უწევს მეთვალყურეობას სოფლის ექიმებს და მე შემხვდა 8 უბანი და მონიტორინგს ვაკეთებდი თუ როგორ ხდებოდა ხომ არ იყო რიგები რეცეპტების გაცემაზე, ხომ არ იყო შეფერხებები აფთიაქთან დაკავშირებით მივიდოდა თუ არა შემთხვევით აი ესეთი ხარვეზების შესახებ ვაცნობებთ დღესაც ყოველდღიურად ჯანდაცვის სამინისტროს. გამგეობის ყოველკვირეულმა თათბირმა რამდენიმე საათი გასტანა მუნიციპალიტეტის გამგებელი კოლეგებისაგან ანგარიშს მომავალ სამშაბათს ჩაიბარებს.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს. ეს განცხადება მთავრობის ხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას საუბარში პრემიერმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის. შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა სამინისტროს თანამშრომელი მობილიზებულია. სტიქიის ზონაში მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იმყოფება. ბოლო რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოს სტიქია უტევს გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დატბორილია ათობით სახლი. უხვინ ალექის გამო ოზურგეთის რაიონის სოფლებში, ნატანებსა და შემოქმედში მდინარე მხიდი წაიღო. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შემოქმედის სკოლაში. ევაკუირებულია 3 ოჯახი. დასავლეთში შექმნილი შტაბი, ჩემი დავალებით მობილიზებული არის თითოეული სამინისტროს სამინისტროს თანამშრომლები, მინისტრები, მოადგილეები არიან ადგილზე მობილიზებული. ამას გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანიც არის ადგილზე ჩასული, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ადგილზე სამუშაოების გაკონტროლება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მე მინდა უბრალოდ მოსახლეობისთვის განმარტება გავაკეთო, რომ ამ ეტაპზე ასე ვთქვათ, ანტიკრიზისული ღონისძიების გასატარებლად მობილიზებული არის ადგილზე ყველა მძიმე ტექნიკა ადგილობრივ და ცენტრალურ მფლობელობაში 774 ერთეული, 22 ერთეული წყლის საკაჩი ტუმბო, 2003-მდე შვილის თანამშრომელი ჩართული და 218 ერთეული, სასწრაფო დახმარების 98 ეკიპაჟი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეულ გამოძახებაზე იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი რეაგირება და როგორი რეაგირება. დღეს მივაპირებ, რომ ადგილზე ჩავიდე, იმის რომ ადგილად პირადად დავათვალიერო თუ რა მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური ვითარება, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ და რაიმე გართულებას არ ველოდებით. და ასევე მინდა განვაცხადო, რომ ყველა ის ოჯახი, რომელიც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, მათი ზიანი იქნება დათვლილი და ეს ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყანაში მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება. ეს განცხადება ნოდარ ხადურმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახაზინო მომსახურებაზე გადადიან. როგორც მინისტრი განმარტავს, რეფორმის შემდეგ კონსოლიდაცია მოხდება, რის შედეგადაც საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ონლაინ წვდომის საშუალება იქნება. მომავალი წლის 1 იანვრიდან ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა ხდება ქვეყანაში. ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა გადადიან საბიუჯეტო სახაზინო მომსახურებაზე. ანუ მათ ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევთ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს ჰქონდა ხაზინაში, ამიტომ ეხლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ სტატისტიკურად და ინფორმაციულად ჰქონდეს ონლაინ წვდომა, რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სრულად დაინერგება PFMS სისტემა. ეს არის საჯარო ფინანსების მართვის ევროპული სისტემა. კონტროლს არა იქნება უბრალოდ აღრიცხვიანობა. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული თვითმმართველობის ბიუჯეტს აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეული ორგანო საკრებულო. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის არაღიარებულ ლიდერს ულოცავს და ამით გარკვეული ურთიერთობების ილუზიას ქმნის. ეს განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ენკურზე ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტოს, ხოლო ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი გაიხსნას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს იდეა წლებია არსებობს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება შეძლებენ თუ არა აფხაზეთი და რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული წინააღმდეგობების გადალახვას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის რეჟიმის ლიდერს რაულ ხარჯიმბას აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, რომელიც 30 სექტემბერს აღინიშნება.
გულითად ადგილოცავთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღესასწაული განასახიერებს მამაცობას, მდგრადობის, თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა, რომელიც მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, ურთიერთდახმარებასა და კეთილმეზობლობაზეა დამყარებული, პოზიტიური მხრიდან ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფთ ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის მთელ კომპლექსს. ეს სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს და ჯდება რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების გაძლიერების კალაპოტში. ნათქვამია ხარჯიმ ბასადმი პუტინის მისალოც წერილში. აფხაზეთის დამოუკიდებლობა შესაბამისად რეგულარულად პუტინი ულოცავს და ამით ქმნის ილუზიას ვითომდა რაღაც გარკვეული ურთიერთობების. ინფორმაცია დიდი ხანი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით გარდა განცხადებების არაფერი ყოფილა. უნდა ვილოდოთ მოვლენები. ამდენ შეიძლება ვთქვათ განხორციელდეს. ხო, ამიტომ ლაპარაკი დიდი ხანია მიდის, პირველად არ მიდის და არაპირველი წელია, რო იცოდეთ. ანუ აშკარად ყოველთვის რაღაცა წინააღმდეგობს აწყდება ეს ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ ვიცით და წინააღმდეგობს აწყდება.